სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ. დღევანდელ დღეს ხორციელი შაბათს აღესრულება ხსენება ყოველთა მართლმადიდებლობით შესვენებულთა ქრისტიანთა. დღეს არის საყოველთაო ხსენება ჩვენი მიცვალებულების, ვინ ჩვენგან შენდობას ელიან, ლოცვას ელიან, კეთილ საქმეებს ელიან. თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენს კეთილ საქმეებს მათთვის აღსრულებულს ამას ჩვენ მაშინ მიხვდებით, როდესაც ჩვენ თვითონ დაველოდებით ჩვენი ახლობლების ლოცვებს და თანადგომას, როცა გავვალთ ამ მიწიერი ცხოვრებიდან. არქიმანდრიტი რაფაელი როგორ კვდებიან ადამიანები? საავადმყოფო ესეც სოლომონის მიერ მითითებული სახლია ტირილისა, სკოლა სიკვდილის ხსოვნისა. ოდესმე თუ გინახავთ, როგორ კვდებიან ადამიანები. საავადმყოფოში მათ საგანგებო პალატებში ათავსებენ, რათა სხვა ავადმყოფებმა არ ნახონ სიკვდილი, რომელიც შესაძლოა თითოეული მათგანის წასაყვანად მოვიდეს. ისე კი მომაკვდავებთან, როგორც სიკვდილ მისჯილთა საგანში დაწუსაღებულ პატიმართან, გამოსათხოვებლად ახლობლებსა და მეგობრებს უშვებენ. ხილული სამყარო უხილავისაგან შეუღწევადი კედლითაა გაყოფილი, მაგრამ მომაკვდავისათვის ეს ზღუდე სულ უფრო მეტად თხელი, გამჭვირვალე და შეღწევადი ხდება. თითქოს ის ერთდროულად ორ სამყაროშია. მას ესმის ხმები, რომელსაც ჩვენი ყური ვერ აღიქვამს. ეჩვენება, რომ მის საწოლთან ისინი მოდიან, ვინც მას მარადისობის გზაზე დადგომად დაასწრო. განსაკუთრებით ისინი, ვისთანაც მეგობრობა და სიყვარული აკავშირებდა. მომაკვდავი წყნარი ჩურჩული წარმოთქვამს იმ ქვეყნად წასულთა სახელებს, უფრო ხშირად კი სიტყვას დედა. ალბათ დედა სიკვდილის შემდეგაც შვილისათვის ყველაზე ახლობელ არსებად რჩება, თუმცა შვილიც ღრმად მოხუცდა. ხშირად მომაკვდავის თვალები საოცრად ღრმა და ნათელი ხდება. თითქოს ხილული სამყაროს მისი საგნებისა და ნივთების სახე აპკივით ჩამოცულდა. მათგან და მისი მზერა სადღაც შორს მიემართება. ის გარეშემო მყოფ ადამიანებს ვერ ხედავს, მაგრამ იმის ხედვას იწყებს, რასაც ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ხედავთ. მის წინ რაღაც დიდებული და უჩვეულო იხსნება. მე გამოუგნა მომაკვდავის თვალებმა, რომელიც ბავშვობაში ვნახე. ეს თვალები ორ ლაჟვარდოვან უფსკულს ჰგავდა, ან კიდევ ორ კრისტალს, რომლებშიც მარადისობა იყო არეკლილი. მე ურწმუნოს სიკვდილი ვიშვიდე. ის გრძნობდა, რომ კვდებოდა და ექიმებს ისე ევედრებოდა სიცოცხლის გახანგრძლივებას, თითქოს ისინი თვითონ არ კვდებოდნენ. თითქოს ადამიანის ხელთ იყოს უკვდავება. მალე გაზაფხულდება, ამბობდა ის. აყვავდებიან ხეები, მე კი ამ დროს მიწაში ვიწვევი. თუ კი ვკვდები, რაღაც ექიმები ხართ, რისთვის ხართ საჭირო, თუ ჩემი გადარჩენა არ შეგიძლიათ. ერთი მისი მეზობელი მორწმუნე ქალი აღსარებაზე და ზიარებაზე მის დაყოლიებას შეუდგა. თან სიტყვას უკრავდა, რომ ზიარებას მისი გამოჯანმრთელება შეუძლია. მოულოდნელად ის დათანხმდა, მაგრამ იმავე ღამეს გარდაიცვალა. როგორც ჩანს, სულის სიღრმეში ისეთადვე დარჩა, როგორიც იყო. უფალმა ვერ პოვა მასში სინანული
და ზიარებამდე არ დაუშვა. ვნახე სხვა სურათი ტანჯვით სიკვდილისა. მომოკვდავი ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, ვინმეს რომ იცილებდე თავიდან. გარეშემო მოგროვი უხილავ მტრებს იშორებდა. მას როგორც მახეში გაბმულ მხეცს სახეზე შიში აღბეჭდვოდა. ამბობენ, რომ ზიარებისას ადამიანის შინაგანი მდგომარეობა განსაკუთრებულად ჩანს. ის ასევე ჩანს სიკვდილის დროსაც. ერთ მონოზონ ქალს, რომელიც მრავალ წელს ძვლის ჭლექით იტანჯებოდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა, გარდაცვალების შემდეგ სახე ისეთი ნათელი და მშვენიერი გაუხდა, რომ ექიმებმა იფიქრეს ამ გადასხვაფერებისათვის, როგორც სასწაულისათვის, ისე შეეხედათ. ეს მონოზონი სოხუმის საავადმყოფოში მე-19 საუკუნის 70-იან წლებში გარდაიცვალა და პირიქით არიან ადამიანები, რომელთა სახეები სიკვდილის შემდეგ შავდება და მკაცრ გამომეტყველებას იძენს. თხრობას გავაგრძელებთ წირვის ბოლოს. მათ, ვინც მიცვალებულთან ფსალმუნებს კითხულობს, იციან, როგორი იოლია ზოგი ადამიანისათვის ლოცვა, თითქოს და მათთან ერთად გარდაცვლილის სულიც ლოცულობს. ზოგჯერ კუბოსთან სიმშვიდე და სიხარულია. იქ არ არის სიკვდილის, როგორც დანაკარგის შეგრძნება, არამედ სიხარულია იმის გამო, რომ სული მიწიერი მოგზაურობიდან შინ დაბრუნდა. არსებობს ერთგვარი გრძნობა, მოუწყებელი იმისა, რომ სული ხსნილია, თითქოს გულმა მისგან მიქვეყნიდან ცნობა მიიღო, მაგრამ არიან მიცვალებულები, რომელთა სიახლოვისას სული სევდას, სიმძიმეს და შიშს გრძნობს. თითქოს მათ კუბოს რაღაც ბნელი არსებები გარს ეხვევიან. ძნელია ასეთ სახლში ფსალმუნი იკითხო. გეჩვენება, რომ ენა გიმძიმდება და ყოველი სიტყვა ძალდატანებით წარმოითქმება. თითქოს მკითხველი მძიმე ქვებს აბრუნებს და ზევით ეზიდება. ზოგიერთ კუბოსთან კეთილ სურნელებას გრძნობ, ზოგთან კი სიკვდილის მძიმე სუნს. ის სულაც არ ჰგავს გახსნილი გვამის ჩვეულებრივ სიმკრალეს. მას არ აღნოსვა, არამედ სულის რაღაც შინაგანი გრძნობა აღიქვამს. ზოგჯერ კუბოსთან უცნაურობები ხდება, ხან სანთლები ქრება და თავისთავად ცვივა, ხან არაფრით არ ინთება. არ ინთება ასევე კანდელიც, თითქოს რაღაც უხილავი არსებები ყვირიან. რა გინდათ აქ, ის ჩვენია. ერთხელ სიკვდილის წინ ვაზიარებდი უნივერსიტეტის პროფესორს, რომელიც ერთ დროს თბილისის სასულიერო აკადემიაში და სემინარიაში ასწავლიდა. სტუდენტებს ის არა მხოლოდ ცოდნისათვის უყვარდათ, არამედ სულის სისპეტაკისათვისაც, რომელიც მან ამ გახსნილ სამყაროში შეინარჩუნა. მან თითქოს და ჭაობზე იარა და ტალახში არ ამოსულა. ამ ადამიანმა სიკვდილის წინ მითხრა: ნუ იფიქრებთ, რომ ზიარება გამოჯამრთელების იმედით გადავწყვიტე. ამ წუთებში ღმერთს ჯანმრთელობას და სიცოცხლის გახანგრძლივებას არ ვთხოვ. ვგრძნობ, რომ ვკვდები, თუმცა ჩემს სნეულებას მიმალავენ. მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიტევება ღმერთისაგან, რომელიც მთელი ცხოვრება მწამდა. ზირაქის სიბრძნის სიგში წერია: ნურც მკვდრებს აუკვეთ წყალობას. ეს წყალობა მათთვის ლოცვა, განსაკუთრებით წირვაზე მოხსენიება. არც თუ იშვიათად, როცა ჩვენთვის ახლობელი ადამიანი კვდება, გრჩება არა მხოლოდ განცდა აუნაზღაურებელი დანაკარგისა ან განშორების ტკივილი, ჩვენს გულში მათ წინაშე
დანაშაულის გრძნობა იღვიძებს. გრძნობა გადაუხდელი ვალისა. ვიხსენებთ სიკეთეს, რომელიც მან გაგვიკეთა და უმადურობას, რომლითაც პასუხობდით. რამდენი ტკივილი მიგვიყენებია ახლობლებისათვის, როგორი სისასტიკე გამოგვიჩენია მათ მიმართ. რამდენჯერ შეკუმშვიათ გული ჩვენი სიტყვებისაგან, როგორც დარტყმებისაგან და რაოდენ ძნელია იფიქრო იმაზე, რომ ეს ტკივილი და ჩვენი უსამართლობა თან წაიღეს სიკვდილის ქვეყანაში და დაგვიტოვეს დაგვიანებული სინანული, დაგვიტოვეს გულში მოუშუშებელი იარა. მაგრამ მიცვალებულთათვის ლოცვით შეგვიძლია გამოვასწოროთ ჩვენი ცოდვები და შეცდომები კიდევ უფრო მეტი ხარისხით, ვიდრე მაშინ ისინი ჩვენს გვერდით რომ ყოფილიყვნენ. მკვდარსაც შეგვიძლია პატიება ვთხოვოთ, როგორც ცოცხალს, განსაკუთრებით მის საფლავთან. მრავალი შემთხვევა ყოფილა, როცა გარდაცვლილთა სულები მადლიერნი ყოფილან მათთვის ლოცვის გამო, გამოცხადებიან იმათ, ვის მიმართაც ადრე მტრულად იყვნენ განწყობილნი, რათა მიეტევებინათ ურთიერთისათვის ცოცხლები და მკვდრები ერთმანეთისაგან ერთგვარი ნივთიერი ზღუდით არიან გაყოფილნი. მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში ჩვენი სულები ერთობაში არიან. ეკლესიური ლოცვის ნათელი არა მხოლოდ დედამიწას, ჯოჯოხეთის სიღრმეებსაც კი ასხივოსნებს. მას სიხარული და შვება მოაქვს იმათთვის, ვისაც მისი სხივების ან თუნდაც სუსტი ანარეკლის აღქმა შეუძლიათ. ამ ლოცვებში ნუგეშია მიცვალებულთათვის და დარიგებანი ცოცხლებისათვის. ეს ტირილი ჩვენი ცხოვრების წარმავლობასა და ცოდვიანობაზე, მაგრამ მასში იმედიც გაისმის. გარდაცვლილნი ჩვენგან მოწყალებას ელია და როგორი მადლიერნი იქნებიან იმათი, ვინც მათთვის ლოცულობდა, როცა იმ ქვეყნად შეხვდებიან. ღმერთმა შეგვაძლებინოს ჩვენს ჩვენთაგანს ლოცვები ჩვენი მიცვალებულებისათვის. ხედავთ ის, რაც გადმოცემული იყო ამა რაფაელის ამ სიტყვებში, ეს არის უდაო ჭეშმარიტება. ეს არის რეალობა, რომლის აღქმაც ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ გვიჭირს, რომ ჩვენი მცირედ მორწმუნეობის გამო ეს დავიჭეროთ. ამიტომ უფალს უპირველეს ყოვლისა ვთხოვოთ, რომ ჩვენი მცირედ მორწმუნეობა რწმენით, ჭეშმარიტი რწმენით შეცვალოს და შემდეგ კი ეს რეალობა, რაც ნამდვილია, ჭეშმარიტია და რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გველის, რომ გავალთ ამ ქვეყნიდან და დაველოდებით ჩვენი ახლობლების ლოცვებს. შეგვაძლებინოს, რომ სწორად გავიგოთ. შეგვაძლებინოს, რომ ვილოცოთ იმ ადამიანებისათვის, ვისაც ვაწყენინეთ, ვინც ისე გავიდა ამ ქვეყნიდან, რომ შეიძლება არც კი გვახსოვს, რამდენი წყენა მივაყენეთ და არც კი გვიფიქრია, რომ პატიება გვეთხოვა და პირიქით თავს ვიმართლებთ, რომ აი იმ ადამიანთან მე მართალი ვიყავი და ასე შემდეგ თავს ვიწყდარებთ. მაგრამ საკუთარ სინდის ვერსად ვერ გაიქცევი. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, სად შევცდით და სად მართლები ვიყავით. თუნდაც მართლები ვიყოთ, თუ ადამიანს ვაწყენინეთ, შევეცადოთ, რომ მიუტოვოთ, ვაპატიოთ. როგორც ჩვენ უნდა ვითხოვოთ შენდობა გარდაცვალებულებისაგან, ასევე უნდა ჩვენც ვაპატიოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს წინაშე დააშავა რამე და ჩვენს ვაწყენინა. აი ეს არის ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანობა, ეს არის ის რწმენა, რომელსაც უფალი ჩვენგან ითხოვს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვიყვანოთ.